გამარჯობათ, ვისაც გინდათ თამაში ძველი კომპიუტერების D&D, როგორც არის D&D, PlayStation-ი 1, PlayStation-ი 2, 3 და 4. ამ აპარატურის ხილვის გარეშე შეგიძლიათ პირდაპირ ითამაშოთ კლავიატურაზე თუ მიეჩვევით, არ ვიცი თუ გადააწყობთ თქვენზეა. თუ ითამაშებთ შეგიძლიათ კლავიატურით ითამაშოთ, თუ გადააწყოთ თუ არა და უკეთესია ფიქრობ ჯოისტიკი რო იყიდოთ რა გეიმპადი. აუშე დავიწყოთ პირველი D&D-ით. გახსნით, პარამეტრებიც გასწორებული მაქვს აქ, კლავიატურით არ ვთამაშობ, არ ვიცი, ამიტომ აი ნებისმიერ, რა ვიცი, რამოდენიმე თამაში გადმოწერილი მაქვს, ყველა არ მაქვს გადმოწერილი, ძალიან ბევრია და იმიტომ დავუშვათ აი ყოველთვის ნაცნობი Super Mario ჩავთოთ აი. მე გასწორებული არ მაქვს კლავიატურა, არაფერი და არ ხახტომ ამიცი არაფერი. ჯოისტიკს სანამ არ ვიყიდი, ვერ ვითამაშებ. შემდეგ დავუშვათ ნებისმიერ, რა ვიცი, ჩავთოთ. ყველა თამაში მუშაობს ჩვეულებრივად აი. აი ტანკები რო იყო ადრინდელი თუ გახსოვთ, ძველებს ემახსოვრებათ უფრო. აი ეს ტანკები და ასე შემდეგ სხვა თამაშები რა, ძალიან ბევრია. შემდეგ არის Sony PlayStation 1. აქ რამოდენიმე თამაში წინასწარ გადმოწერილი აქვს. ჯოისტიკი რომ ექნა კიდევ ბევრს დავამატებ, რომ დავხურავ მე. დავუშვათ ცნობილი იყო Tekken-ი, Crash-ი, Need for Speed-ი, Spider-Man და ასე შემდეგ. დავუშვათ მოდი Tekken-ი იყოს დავუშვათ. ახამას ავარდოდ ვითამაშე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არეული მაქვს ჯოისტიკი ყველაფერი. აი ამის გამოტოვებას და არაფერი არ ვიცი, როგორ უნდა გამოტოვოს რეკლამა თავის. აი ჩვეულებრივად მუშაობს. Round 1. Fight. აი ჩვეულებრივად ყველა თამაში ნებისმიერ რა მნიშვნელობა რაც არ უნდა ჩართო, ყველა მუშაობს. მოდი ყველა თამაში არ ჩავთავ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მაინც რომ ვითამაშებ ჯოისტიკის გარეშე და მოკლედ რო ჩავატიოთ ვიდეო მაქსიმალურად. მეორე არის Sony 2. მოდი აპდეიტი გავუკეთოთ ბა. Sony 2-ში მაქვს ეს თამაშები გადმოწერილი ჯერჯერობით. ნებისმიერ სითამაშებ ჩვეულებრივად ახლა GTA-ს ვერ ჩართავ, ამიტომ რომ გამოტოვება არ ვიცი, ძალიან თავიდან რეკლამა აქვს რაღაც. მე ყველაფერი მუშაობს აი ჩვეულებრივად დავაჭერ და Tekken-ს ჩავთავ. თამაშის გადიდება შეიძლება მაუსის ორჯერ დაწყებებით. The King of Iron Fist Tournament 5. Fight. War. Get ready for the next battle. ჩვეულებრივად ამაზე ითამაშებთ
კლავიატურა რას ვაჭერ მე თავი რომელიმე დაგმართები ხდება იმ Time. Round 1. Fight. თითქნოგაზე მეჭირება ხოლმე იმიტომ მიპაუზდება ეს აქაც ნებისმიერი თამაში მუშაობს და გადავიდეთ Sony-ს 3-ზე, PlayStation 3-ზე. აქ ანუ ორი თამაში მიწერია მხოლოდ 3-ში, რომელშიც ანუ თავ, მაგრამ გადმოსაწერია რა რაღაცეები. აი ჩავთავ დავუშვათ აი FIFA 1 აი ეს რაღაცები უნდა გადმოწეროს. თუ გადმოწერილია მგონი ამას. ან ყველაფერი მუშაობს ჩვეულებრივად. ანუ აქ სეტინგებში არის რაღაც აი ამ სეტინგებში გასასწორებელი კონფიგურაციებში აი დავუშვათ აი აქ რაღაცებია გასასწორებელი ამასაც მე გაჩვენებთ რა უნდა გაასწოროთ ფერმას ნამდვილად ვერ ჩავთავ EA Sports. It's in the game. ანუ არ ვიცი რა კლავიშებზე მუშაობს ეს სამი ჩართვა რაღაცები ჯოისტიკი რო არ არის. ანუ ესე ჩვეულებრივად მუშაობს და გადავიდეთ PlayStation 4-ს. PlayStation 4-ზე თამაშები არ მიწერია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოცულობის იყო და არ გადმომიწერია რა სადღაც უკვე 30 გიგაბაიტით 15 და ასე ზევით არის და 80 და ჩვეულებრივად ჩავარდება აქ და გასწავლით კი ხო კი გასწავლით რას დავუშვათ PlayStation 2-ის ის ნახოთ გავხსნათ ემულატორი და აი ეს დისკები ასე ეს სურათები როგორ დააყენოთ რა და თქვენ რო თამაშებს ჩაყრიდა რამე ანუ აქ უბრალოდ სახელი ეწერება და ანუ არ ექნება სურათი არციც საერთოდ ეს დისკიც ასე ლამაზად 3D დისკები როგორ დაამატოთ აი ძალიან მარტივად აი აქ